პოლიტიკურ კრეტინიზმამდე. მე მგონია, რომ ქართულ ოპოზიციას დღევანდელს არაფერი უკლია პოლიტიკურ კრეტინიზმამდე მივიდეს. ის რომ ხელისუფლება დიდი ხანია იმყოფება პოლიტიკურ დიქტატორულ კრეტინიზმში, იმიტომ ვარ მე ოპოზიციაში, მაგრამ შენს თუ უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი. აი ეს უკვე არ მომწონს, გესმით? მე გამოსავალს სად ვხედავ? აი სად რა თქმა უნდა გამოსავალს ვხედავ ქუჩის რაოდენობრივ ბრძოლაში. აუცილებლად ვხედავ. იმიტომ რომ კიდევ გიმერობთ, აი მე სულ მაინტერესებს ხოლმე და რაღაცას ესე ჩაუღრმავდები ხოლმე და მთელი რიგი შრომებია, სადაც რაც არ უნდა დამალონ დიქტატორებმა ხალხის რაოდენობის გარეთ ყვირილის, აი ამ ხმის, აი ამ ტალღის, შემოსული ტალღის ძალიან ეშინიათ. ამას დიდი იარაღი არ არსებობს. არ არსებობს. რევოლუციები მხოლოდ რაოდენობრივად იწყება. ძირითადად იარაღის გამოყენება უფრო პროვოკატორების შემოგდებულია ხოლმე. რა თქმა უნდა, აი ეს უკვე გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ აქ დროს შეიძლება მართლა პროვოკაცია მოხდეს დიდი და ის პროვოკაცია აწყობდეს ისევ მესამე ძალას და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საშიშია და საფრთხილოა, მაგრამ